ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა. საიას განმარტებით საჩივარი 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას ეხება. არასამთავრობო ორგანიზაცია დავობს, რომ ზია ამაღლობელის მიმართ კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები, წამების არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და ამასთან კავშირში ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვა, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება დაირღვა. საჩივარი საიამ 2026 წლის 4 მარტს გააგზავნა. ევროპულმა სასამართლომ კი საქმე ერთ კვირაში 2026 წლის 11 მარტს დაარეგისტრირა. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა. 2025 წლის 12 იანვარს დაახლოებით ღამის 1 საათზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და დაეხა ქურთუკი. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და სისხლით დაჭერით ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით. მაშხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები დამცირების მიზნით ზურგს უკან დაადეს იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით სტრასბურგის სასამართლოში საიას მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე აქვს გასაჩივრებული. პირველი მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ეხება, რაც საიას შეფასებით უკანონო იყო. სტრასბურგში ამ საქმეზე საიამ სახელმწიფოს პოზიციაზე წერილობითი შეპასუხება უკვე წარადგინა. მეორე საჩივარი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება და სტრასბურგის სასამართლოში უკვე ისიც დარეგისტრირებულია.